წარმოიდგინეთ ტიპიური სიტუაცია, ჩვენ ასეთი პრაქტიკაში ხშირად გვაქვს, კლიენტს მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, პროკურატურის მთავარი კოზირი არის მისი სახლის შხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, იქნება ეს იარაღი, ნარკოტიკი თუ სხვა რამ. ასეთი ფაქტები ბევრია. კლიენტის ასოწარკვეთილი ოჯახი პანიკაშია, ის ფიქრობს, რომ რადგან ნივთი იპოვეს, დაცვას აზრი აღარ აქვს და ერთადერთი გზა მძიმე საპროცესო შეთანხმებაზე ახმობა. Ოდესაც ასეთ საქმეს ხაჭაპურიძე და პარტნიორების გუნდი იღებს, ჩვენ არ კარგავთ დროს იმაზე დავაში იყო თუ არა ეს ნივთი იქ. ჩვენ ვიწყებთ იმის მიკროსკოპულ შესწავლას თუ რამდენად კანონიერად მოხდა ეს მტკიცებულება საქმის მასალებში. ერთ-ერთ ბოლო საქმეში აღმოვაჩინეთ, რომ ჩრეკის დაწყებამდე გამომძებელმა დაარღვია ამოღების პროცედურული წესი. ვიდეო გადაღება წყვეტილი იყო და ვიდეოზე სრულად არ იყო ასახული ამოღების პროცესი. ეს დეტალები არაერიუსთვის სრულიად შეუმჩნეველია, მაგრამ სწორედ აქ იმალება გამარჯვების გასაღები. რა ხდება ასე დროს სამართლებრივად